ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი დღეს მდგომარეობით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მესამე ადგილს იკავებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ერთი აქციის ღირებულება კი $393 უტოლდება. გასული ფისკალური წლის შედეგებით Microsoft-მა 245 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 14%-იან ზრდას გულისხმობს. შედარებისთვის 2023 წელს წლიურმა ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ 7% შეადგინა. შემოსავლების 51% ამერიკულ ბაზარზე მოდის. დარჩენილი 49% კი სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული შემოსავლების კუმულაციური წილია. შემოსავლების მიღმა მაჩვენებლები მზარდია მოგებიანობის თვალსაზრისითაც. 2024 წლის მონაცემებით კომპანიის წმინდა მოგებამ 88 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად შთამბეჭდავი 22%-იანი ზრდა. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავლების ზრდაში უდიდესი წვლილი მის დივერსიფიცირებულ ბიზნეს მოდელს მიუძღვის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პორტფელში ყველაზე შემოსავლიანი მიმართულება კომპანიის ფლაგმანი სერვის პროდუქტები და cloud სერვისებია, რომელიც ჯამურად 97 მილიარდ 700 მილიონ დოლარს, ანუ მთლიანი შემოსავლის 39.9%-ს აგენერირებს. Microsoft-ის შემოსავლებში მეორე უმსხვილეს პოზიციაზე კვლავ cloud სერვისები ხვდება ამჯერად საოფისე პროდუქტებთან კორელაციაში. 2024 ფისკალური წლის შედეგებით სწორედ ამ მიმართულებიდან კომპანიამ 54 მილიარდ 900 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამური მოცულობის 22.4%. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2022 წელთან შედარებით ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 მილიარდი დოლარით ზრდა აჩვენა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით Microsoft-ი AWS Cloud სერვისების გლობალური ბაზრის 21%-იან წილს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ cloud სერვისები და პროდუქტები Microsoft-ის ბიზნეს პორტფელის საკმაოდ მსხვილი კონტრიბუტორები არიან, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზრდის დინამიკას აჩვენებს პროდუქტების სათამაშო და ასევე საოფისე მიმართულებებიდან. მაგალითად, Microsoft-ის შემოსავლებში მესამე უმსხვილესი პოზიცია Windows-ის განყოფილებას უკავია, საიდანაც კომპანიამ გასულ ფისკალურ წელს 23 მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. Windows-ის წილი შემოსავლების წყაროების ჯამურ ოდენობაში ამჟამად 9.5%-ია. მას მცირედით ჩამოუვარდება სათამაშო ბიზნესის მიმართულება, რომელიც არსებული შედეგებით ჯამური შემოსავლებიდან 8.8%-ს აკონტროლებს, რაც თანხობრივად 21 მილიარდ 500 მილიონ დოლარად გამოიხატება. და ბოლოს, Microsoft-ისთვის ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებების ხუთეულს LinkedIn იხურავს. სოციალური ქსელიდან მიღებულმა შემოსავალმა 2024 ფისკალურ წელს 16 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამური შემოსავლების 6.7%.